უნდა მომიტევოთ. მაგრამ მე არ მსურს იმპერატორი. ეს ჩემი საქმე არ არის. არც არავის მართვა მინდა და არც არავის დაპყრობა. მე მსურს ყველას დავეხმარო. ებრაელს, შავკანიანს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველას მსურს რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს ხომ ადამიანური სურვილია. ჩვენ ერთმანეთის ბედნიერებისთვის უნდა ვიარსებოთ და არა სიძულვილისთვის. ერთმანეთი არ უნდა შევიძვლოთ. ამ სამყაროში ადგილი ყველას ეყოლა. კეთილი დედამიწა დიდარია და მას შეუძლია ყველა საჩუქრს სიცოცხლე. ჩვენ კი გზას ავწვით. სიხარბემ ადამიანებს სული მოუწამლა. სიძულვილს ბარიკადები ააგებინა და ყველანი სისხლიან გზაზე დაგვაყენა. ჩვენ განავითარეთ ტექნიკა, მაგრამ საკუთარი თავი დავაკანინეთ. ცოდნამ და წინსვლამ ცინიზმი შეუძლია. ჭკუამ კი გული გაგვიქვალა. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ არაფერს ვგრძნობთ. ტექნიკაზე მეტად ადამიანურობა გვჭირდება. ჭკუაზე მეტად კი სიკეთე და კეთილშობილება. ამის გარეშე ცხოვრება უაზრობა. თვითმფრინავმა და რადიომ ყველა დაგვაახლა, მაგრამ ამ გამოგონებამ სიკეთე დაგვავიწყა. ახლა ჩემი ხმა მილიონობით ადამიანს ესმის. მილიონობით დაჩაგრულ კაცს, ქალს თუ ბავშვს. ისინი მსხვერპლი არიან სისტემისა, რომელიც ადამიანს მექანიზმად აქცევს და უდანაშაულო ხალხს ციხეში აკუთვნებს. ვისაც ჩემი სიტყვა ესმის უთხოვ, ნუ დაკარგავს იმედს. ჩვენი ტანჯვა იმ ადამიანების სიხარბემ და სასასტიკემ გამოიწვია, ვინც პროგრესის წინააღმდეგ იბრძვის. ადამიანების სიძულვილი გაქრება. დიქტატორები წავლენ და ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდება. ვიდრე კაცობრიობა ცოცხლობს, თავისუფლება არ მოკვდება. ჯარისკაცებო, ნუ დაემორჩილებით მათ, ვინც უგუნურ მონებად გაქციათ. ნუ დაკარგავთ აზრს და გრძნობას. ნუ შეგეშინდებათ მისი, ვინც არაადამიანურად გეპყრობათ. ნუ შესწირავთ თავს ამ მექანიკურ ტვინისა და გულის მქონე ადამიანებს. თქვენ მანქანები არ ახართ, პირუტყვები არ ახართ, თქვენ ადამიანები ხართ. თქვენ გაქვთ გონება და სიყვარულის უნარი. ნუ ნავის შეიცვლებთ. ჯარისკაცებო, ნუ იბრძოლებთ მონობისთვის, იბრძოლებთ თავისუფლების დასაცავად. წმინდა ლუკას უთქვამს, ღმერთის სამეფო ადამიანია. ეს რომელიმე ადამიანზეა, თუნდაც რამდენიმე ადამიანზე არ თქმულა. ეს ყველა ადამიანზე ითქვა. თქვენზე ითქვა. თქვენ ადამიანებს შეგწევთ ძალა, შეგნათ მანქანები, შეგნათ ბედნიერება. თქვენ ადამიანებს შეგწევთ ძალა, შეგნათ თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრება და არციოთ იგი ჩვენი ერთ თავგადასავლად. დემოკრატიის სახელით გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ძალა. მოდით გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოს შესაქმნელად. შევქმნათ სამყარო, რომელიც ადამიანს შრომის შესაძლებლობას მისცემს, ახალგაზრდობას მომავალს შეუქმნის, ხანდაზმულებს კი მშვიდად ცხოვრების საშუალებას. თქვენს მიდებოდნენ, მაგრამ მოკატყუეს. ისინი ვერასოდეს ვერ შეგისრულებდნენ ამ დაბინებას. დიქტატორები თვითონ თავისუფალნი არიან, მაგრამ ხალხს იმონებენ. მოდით ვიბრძოლოთ ამ დაბინების შესაძლებლად, ვიბრძოლოთ მსოფლიოს გასათავისუფლებლად, ეროვნული ბარიერების დასანგრევად, დავივიწყოთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. მოდით ვიბრძოლოთ ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი ყველას ბედნიერებას მიანიჭებს. ჯარისკაცებო, მოგვართავთ დემოკრატიის სახელით, გავერთიანდეთ. და ბოლოს